ერთ პატარა ლამაზ ქალაქში ცხოვრობდა გოგონა სახელად მარიამ. მარიამი ძალიან კეთილი და ცნობის მოყვარე იყო, მაგრამ ზოგჯერ თვითონაც ერიდებოდა რაღაცებს. მაგალითად, კლასში ხელის აწევის, როცა პასუხი იცოდა. მარიამს ყველაზე მეტად ვარსკვლავებზე დაკვირვება უყვარდა. ერთ საღამოსაც ფანჯარასთან იდგა და ცას უყურებდა. უცებ შენიშნა, რომ ცაზე ერთ-ერთი ვარსკვლავი სუსტად ცინცინდა. ვაუ, რა უცნაურია. მოულოდნელად პატარა ნათელი სხივი ფანჯარაში შემოფრინდა და ოთახში პატარა ვარსკვლავი გამოჩნდა. გამარჯობა, მარიამ. შენ ვარსკვლავი ხარ? დიახ, მე გამბედაობის ვარსკვლავი ვარ, მაგრამ ბოლო დროს ძალიან დავსუსტდი. რატომ? იმიტომ რომ ბავშვებს ხშირად ეშინიათ ცადონ ახალი რამ. როცა ვინმე გაბედავს, მე უფრო ნათლად ვანათებ. მარიამი ცოტა დაფიქრდა. მე დაგეხმარები. მეორე დღეს სკოლაში მარიამმა დაინახა თავისი კლასელი ერეკლე, რომელიც დაფასთან გასვლას ერიდებოდა. ერეკლე, შენ ეს ამოცანა იცი? სცადე. ერეკლემ ცოტა იფიქრა. მერე კი გაბედა. დაფასთან გავიდა და მიუხედავად იმისა, რომ თანაკლასელებისერიდებოდა, ამოცანა სწორად ამოხსნა. კლასი სიხარულით ახმაურდა. მარიამი მიხვდა, რომ მეგობრის წარმატება ყველასთვის ბედნიერებაა. იმავე საღამოს მარიამმა ფანჯრიდან დაინახა, რომ ცაში ვარსკვლავი ცოტათი უფრო ნათლად აინთო. მეორე დღეს მეგობრებთან სათამაშოდ გამოსულმა მარიამმა პარკში ახალი მოსწავლე სანდრო დანხა, რომელიც მარტო იჯდა. გინდა ჩვენთან თამაში? სანდრო თავიდან ჩუმად იყო, მაგრამ ბოლოს გაბედა. მარიამს სათამაშოდ გაჰყვა და ბავშვებს შეუერთდა. საღამოს, როცა მარიამი სახლში დაბრუნდა, პატარა ვარსკვლავი ისევ მის ოთახში გამოჩნდა. ახლა ის უკვე ბრწყინავდა. მარიამ, შენ და შენმა მეგობრებმა დღეს გამბედაობა აჩვენეთ. გახსოვდეს, გამბედაობა ყოველთვის რთული არ არის. ხანდახან ის უბრალოდ ნიშნავს სცადო. მარიამმა გაიღიმა და ფანჯრიდან ცას შეხედა. ვარსკვლავი ახლა ისიანათებდა, თითქოს თელს ცას უღიმოდა. და იმ დღიდან მარიამმა გაიგო ერთი მნიშვნელოვანი რამ. ყველა ბავშვში ცხოვრობს გამბედაობის პატარა ვარსკვლავი, რომელიც აუცილებლად გაანათებს და გაბრწყინდება თუ კი მოვინდომეთ.